თქვენი პრეზენტაცია შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე სლაიდისაგან, მაგრამ ეს პრეზენტაცია შეიძლება იყოს განკუთვნილი ისეთი აუდიტორიისათვის, სადაც კონკრეტული სლაიდები არ უნდა წარმოაჩინოთ. ამისათვის თქვენ გჭირდებათ დამალოთ უკვე არსებული სლაიდები და არ წაშალოთ, რადგან წაშლილი სლაიდის აღდგენა უკვე შენახულ ფაილზე არ არის შესაძლებელი. მე გიორგი ვარ დათუკიშვილი და წარმოგიდგენთ Microsoft PowerPoint 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. ნახოთ თუ როგორ უნდა დავმალოთ თითოეული სლაიდი. ავირჩიოთ მაგალითად მეორე სლაიდი კომპანია ETAM-ის პრეზენტაციაში, უბრალოდ address-ის პრეზენტაციაში და მარჯვენა ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევ გამომაში ავირჩიოთ ბრძანება hide slide, რომელზეც დაჭერის შედეგად ნახავთ რომ სლაიდის ნომერს გადაესმევა ხაზი. ასევე შესაძლებელია გადავიდეთ კიდევ დავუშვათ სხვა ფანჯარაზე და დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკი და hide. თქვენ ასევე სორტირება შეგიძლიათ ნახოთ სლაიდების, ანუ view menu, სადაც slide sorter-ია და სწორედ აი ამ slide sorter-ში ხედავთ რომელ სლაიდს აქვს ხაზი გადასმული და რომელს არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სლაიდები არ გამოჩნდება. ასევე მაგალითად სლაიდი მე-6, სადაც გვაქვს ბრძანება მითითებული hide-ით, უკვე თავად მენიუდან. ანუ გვახსოვდეს, რომ ჩვენ მეორე, მე-4 და მე-6 სლაიდები გვაქვს დამალული. გავუშვათ პრეზენტაცია დიდ ეკრანზე და ვნახოთ რა იქნება შედეგი. გამოჩნდა მეორე სლაიდი, გამოჩნდა მე-3, ანუ არ გამოჩნდა მეორე, არ გამოჩნდა მე-4 და არ გამოჩნდა მე-6 სლაიდები. მადლობა ყურადღებისათვის. შემდეგ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ თუ რა არის ბრძანება custom slideshow, რაც ძალიან საინტერესოა დიდი პრეზენტაციების გაკეთების დროს.